სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათ 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ. რა ხდება ახლა აი 50-იან წლების მეორე ნახევარში? არის მთელი თაობა, რომელთაც მოიხსენიებენ 50-იანელებად. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველა იმ თაობის მხატვარი. ჩვეულებრივ ლაპარაკობენ ხოლმე ერთ ჯგუფზე უფრო მეტად. ესენი არიან ჯიბსონ ხუნდაძე, ედმუნდ კალანდაძე და ზურაბ ნიჟარაძე. მათთან ერთად, თუმცა სულ სხვა მხატვრები არიან ესენი, შთება ვთქვათ, თენგიზ მირზაშვილის, დიმიტრი ერისთავის სახელები, გურამ ქუთათელაძის სახელი ცოტა უფროსია. რა თქმა უნდა, იყვნენ სხვებიც, მაგალითად დიმიტრი ხახუტაშვილი, მაგალითად გიორგი თოთიბაძე. მაგრამ მაინც აღმოჩნდა, რომ ყველაზე რადიკალურები, ასე ვთქვათ, იმ დროს იყვნენ ეს წინარე დასახელებული მხატვრები. და ეხლა მე ვფიქრობ, რომ არა ის ავადმყოფური ვითარება, რომელშიც ეს ყველაფერი ხდებოდა, რომ არა ეს რაღაცა უცნაური აი ეს თვით ცენზორი, რომელიც რაღაცას ადამიანებს უგზავნიდა, რომ ყოფილიყო უფრო ღია, თუნდაც კამათი, რომ ყოფილიყო უფრო მეტი შესაძლებლობა, ბევრი რამ გაცილებით მარტივი იქნებოდა. აი მაგალითად ეხლა ვფიქრობ, შემდეგი ჩვენი საუბრებით რომ გვექნება, ხო? აი დღეს მაგალითად ძალიან ძნელია თქვა, რომ ვიღაცამ X-მა აირჩია ფიგურატიული ხელოვნება, იმიტომ რომ მას ეს სწორად მიაჩნდა. როგორ გინდა ახლა ეს დაამტკიცო, როცა მაშინ არ შეეძლო სხვა აირჩია. ეს თავისუფალი არჩევანი რომ ყოფილიყო, შენ ზუსტად გეცოდინებოდა, რომ ეს მრწამსია ასეთი. ახლა მე კი ვიცი, რომ მრწამსია, მაგრამ სხვა როგორ დავაჭერო? რაღაც შემთხვევებში გაურება რთული სურათია, ძალიან რთული სურათია. ამას ქმნის ეს გარემო. ახლა იმისა გამო რომ ვერაფერი ბოლომდე პირდაპირ ვერ ითქმოდა, იმისა გამო რომ ეს ოხერი გარეშე და შიდა ცენზორი არსებობდა, ბევრი რამე ავადმყოფურ სახეს ღებულობდა. ახლა მაგალითად ბატონი ეს დიმიტრი მიტო ხახუტაშვილს ეძახდა მთელი საქართველო, რაღაცა ხანს ცდიდა რაღაცა იმპრესიონისტუს. მე თუ მკითხავთ, ეს მისი მხატვრული ბუნებისა არ იყო. მისი საუკეთესო ნამუშევრები მე მგონია სხვა. ან მაგალითად მამია ახობაძე იყო ესეთი მხატვარი და სულ რაღაცა ისეთ ძალიან კვეთრ ფერადოვნებით შესრულებულ პეიზაჟებს ფენდა. მე ამას წინათ მისი გამოფენა ვნახე და ჩემთვის მაგალითად ის აღმოჩნდა, რომ ის არის პირველ ყოვლისა სილუეტის და მძაფრი ნახატის მხატვარი და სადაც ის აი რატომღაც არ ვიცი ამ ფერს განზე გადადებს, გაცილებით უფრო მძაფრი და გამომსახველი ნამუშევრები გამოდის. დამენანა. ესეც ამის ბრალია, არანორმალური ვითარების. როცა ეს ვთქვათ ინტენსიური ფერწერა უცებ გაჩნდა როგორც რაღაცა რევოლუცია. რა არის ახლა რევოლუციური? იმაში რომ ადამიანს მოუნდეს ხასხასა, წითელი და ხასხასა მწვანე, მაგრამ ასე რომ დააყენა ვითარებამ საქმე, ყველაფერი რომ არანორმალურად განიხილებოდა. დაიწყო ეს ყველაფერი იმით, რომ მაშინ შედარებით ახალგაზრდა ადამიანებმა, რომლებმაც აღარ ვიცი რამდენჯერ დაიცვეს დიპლომი და რამდენჯერ დატოვეს კურსზე და საერთოდ რა ვიცი მე რა ხდებოდა, გამოიტანეს იმპრესიონისტული, პუანტილისტური მანერით შესრულებული ნამუშევრები. ახლა მაშინ მე მგონი თქვი კიდევაც ეს იყო ცის გახსნასავით და საზოგადოების რეაქცია იყო ასეთი, იყო აბსოლუტური აღფრთოვანება. მერე ძალიან მალე დაიწყო ლაპარაკი, ახლა დიდი ამბავი, ახლა ვის გააკვირვებენ, ახლა იმპრესიონიზმი ამდენი ხნის ამბავია. არ იყო ბატონო ის იმპრესიონიზმი, არც პუანტილიზმი იყო. ეს იყო იმ ხერხების მოსინჯვა, სინამდვილეში სხვა ტონალობითაც, სხვა განწყობილებით და სრულებით არა იმპრესიონისტები და სრულებით არა პუანტილისტური შინაგანი მიდრეკილებისთვის. ახლა განსაკუთრებით ბატონ ჯიბსონს მაგალითად იმას აქვს მიდრეკილება, მე ასე ვიტყოდი, რაღაცა მონუმენტურ განზოგადებული პეიზაჟისკენ, რომელიც ხშირად აბსტრაქციადაც კი იქცევა, ხო, ეს სწორედ გადაექცევა ხელში. თუმცა იქ ყოველთვის რჩება ეს სახვითი. აქვს აბსტრაქტული ნამუშევრებიც, მაგრამ აი მაინც ყოველთვის რაღაცა ხნული, რაღაცა მთა, ყოველთვის რაღაცა ესეთი დაილანდება მის ნამუშევრებში.
მონუმენტური ალბათ ბატონი სამსონი ლეჟავა ამბობს ხოლმე და ვეთანხმები რომ ალბათ აი დავით კაკაბაძის გზა თუ გააგრძელა ქართული პეიზაჟის ასე დანახვისა ალბათ სწორედ ბატონი ჯიბსონია ხო თქვა ედმუნდ კალანდაძე არის ადამიანი რომელიც ძალიან მძაფრად გრძნობს პლასტიკას და ამიტომ ერთდროულად მას უნდოდა ესეთი მჟღერი ფერი და ამავე დროს პლასტიკურად გამოძერწილი ფორმა ну ახლა რა ვიცი რამდენად არის ეს საერთოდ შესაძლებელი იყოს აბსოლუტურად გამოძერწილი და ამავე დროს სრულებით სუფთა ფერი არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ორივე საწყისი მასში ძალიან ძლიერი იყო რა არის ახლა იმპრესიონისტული ან ერთ ამოსანაში ან მეორეში ან პუანტილისტური უბრალოდ ისე ხომ არ გამოვა აი ეს სცადა მან და ძალიან საინტერესო ნამუშევრები ახლა არა მხოლოდ ისტორიულად ისედაც ულამაზესი ეწოდებები აქვს ხოშვის მაშინდელი ამ იმპრესიონისტულ სულ არ არის იმპრესიონისტული ისინიც სულ სხვა არის თუ მაინდა-მაინც უფრო რაღაც ფოვისტებს შეიძლება აი მარკეს რაღაცას ასეც გავს ოღონდ ასეთებიც აქვს ხო ზურაბ ნიჟარაძე უფრო მეტად მიდრეკილია ფიგურისკენ საერთოდ თქვა პეიზაჟი რომელსაც ძალიან ბევრს ხატავს ედმუნდ კალანდაძე ჯიბსონ ხუმდაძე აკი მოგახსენეთ პირველ ყოვლისა აი ქართულ მთას ხატავს ზურაბ ნიჟარაძე არა ის მაინც ფიგურის მხატვარია პორტრეტისტია და კიდევ რაღაცა იდეალის მაძიებელი მხატვარი მასაც ხშირად უმუშავია ბევრი სურათი უკეთებია ინტენსიური ფერით მაგრამ მე მაინც მეჩვენება რომ ალბათ თვითონ არ დამეთანხმება მაგრამ ერთის მხრივ პორტრეტი არის მისი სტიქია და არა მარტო ფერწერული არამედ ფერადი გრაფიკა და უბრალოდ გრაფიკაც პასტელის პორტრეტი და ამას გარდა მე ასე ვიტყოდი ფერწერული იგავები აი განსაკუთრებით ეს მისი ცნობილი იტალიური მოტივები რომელიც მე დარჩა მის ხელოვნებაში თუმცა სხვებით შემოვიდა აი მაგალითად ჩიტებიანი ერქვა იმას ჩიტების გამყიდველი ასე ერქვა მე მართალი გიხოთ ეს სურათი თავიდან რაღაც თვალში არ მომივიდა და არ დამავიწყდება თავტერე სადღაც კიდევაც კათედრაზე ვარ სტუდენტი ვარ რა ვიცი პირველი თუ მეორე კურსის და ბატონი ლეონიდ შეულიშვილი შემოვიდა და ეთყობა რაღაცა ირქვა არ მახსოვს სხვებმა რა თქვეს და გვითხრა რომ რა გინდათო განა იქ ჩიტები არ ჩიკჭიკებენ წლების შემდეგ მივხვდის რა გულისხმობდა მართლა ის თუ გახსოვთ ასე საწოლზე კაცი წეს მოხუცი და მის თავზე არის გალიები რომელიც სხვადასხვა მიმართულებით არის დახრილი თითქოს ირწევაო და მართლა ასე მოძრაობს ყველაფერი და ვინაიდან კიდევ ესეთი ცისარტყელის ფერების გადადის ზემოდან ამაზე ყველაფერზე მართლა ხო ჩიკჭიკებენ მქონდა ესეთი ქალი რომელიც არტყულებს მამალს მთელი სერია მეთებზე ქალი ასეთი პატარა ეს არ არის თხრობა, ეს არ არის თხრობითი ამბები. შეიძლება ეს კაცმა დაამსგავსოს, მიამსგავსოს პროზაულ მინიატურებს ან ლექსებს პროზად. ან შეიძლება ლექსით მინიატურებს სულაც. რომელიღაცა იაპონელისას, ან რომელიღაცა პრევერისას მაგალითად. რატომაც არა. აქ მე მგონი მან ნახა თავისი გზა და ვფიქრობ რომ ყველა მხატვარმა შექმნა თავისი სამყარო. ახლა რით ჩანენ მე კიდევ ვამბობ მე არ ვილაპარაკებ ჩემ შეფასებებზე მე ვილაპარაკებ იმ მოვლენებზე საერთოდ ახლა აი ამ დღევანდელი დღიდან მოკიდებული არამედ იმაზე თუ როგორ აჟღერდა ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის რით გამოჩნდნენ ეს ადამიანები ისინი არღვევენ სოციალისტურ სინაცრისფრეს იყვნენ მხატვრები მანამდეც და მერეც რომელიც იმ ნაცრისფრესაც მშვენივრად აკეთებდნენ მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცოდით რაც იგულისხმება აი ეს რაღაცა გაუგებარი კაცმა არის საიდან მოსული და ვის მიერ გამოგონილი მართლაც სრულებით რაღაცა უღიმღამო რაღაცა უჟმური დღე რომ არის ხოლმე თითქოს რომ მზე ჩაქვრა და აღარ გაანათებს არადოს აი ესეთი მხატვრობა რომ შეხვიდოდი და ერთნაირი სურათები იმიტომ რომ არ შეიძლება სხვანაირი და შიგადაშიგ ამაში უკეთესი მაგრამ მაინც და უცებ გამოჩნდა ფერი თუ თურმე არსებულა ცისარტყელის ფერები ამ დედამიწაზე თურმე ყავისფრის ნაცრისფრის და თეთრის გარდა კიდე სხვაც არის რაღაცა თურმე დავგვავიწყდა ხასხასა მწვანე დელო რომ გვაქვს თურმე რომ მზეანათებს ამით შემოვიდნენ და რა საკვირველია იმით რომ ისინი
იშვიათად ყოველ შემთხვევაში თუ არა რაღაცა ნამეტანი დაკვეთით და ნამეტანი დაძალებით არ ხატავენ იმ მიღებულ სიუჟეტებს, ხატავენ სხვას, ხატავენ საინტერესო ადამიანებს, ხატავენ რაღაცას, რასაც არ აქვს არავითარი ესეთი პირდაპირი ბმა თანამედროვეობას. ნუ მაგალითად თენგიზ მირზაშვილი ხატავდა თქვათ ქართულ სოფელს, მაგრამ რას ხატავს ის? თუშეთს, ხევსურეთს, რომელიც შეიძლებოდა ასეთი როგორცაც ის ხატავს, ყოფილიყო მე-12 საუკუნეშიც, რატომაც არა. რაღაცა ამბებს დგას ქალი და ქსოვს წინდას. ბატონი თენგიზი სხვანაირად ხატავს. ეს არის ოდნავ გაკრული ხელით მხატვრობა, რომელიც რო შეხედავ თითქოს ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ მე აღმოაჩენ რომ თურმე ძალიან პირობითიც არის. და რაღაცა ესეთი მოყვითალო რაღაც ესეთი ცოტა ესეთი ჭაობისფერი მწვანე, ოდნავ წითელი გაკრთება სადღაც ესეთი მუქი თიხისფერი. და სამყაროა. უცებ აყვავებული ხე გაჩნდება სადღაც. პატარა სურათებს აკეთებდა, თუმცა მე ამას ნახე სრულებით არაჩვეულებრივი პეიზაჟი უფრო დიდი ზომის, სადღაცა კერძო კოლექციაში ყოფილა. მაგრამ უფრო ხშირად მაინც იყო პატარა სურათები. უცებ ნატურმორტი, ყაყაჩოები. ესეთი აქ დაწეული კოლორიტია პირიქით, მაგრამ აი როგორღაც სილუეტები ფიგურების, განაწილება ლაქებისა ჩარჩოში გაძლევთ თქვენ გარკვეულ შთაბეჭდილებას და ეს არის უცნაური ნაზავი ოდნავი სევდის და ამავე დროს რაღაც ამაღლებულის. ნუ შეიძლება ეს ახლა ვერ ვიტყვი ხალხური პოეზიასავით არის მეთქი, იმიტომ რომ მგონია რომ ხალხური პოეზია სულ სხვა ფენომენია, მაგრამ განწყობილების მიერად შეიძლება გაიგო რატომ უყვარდა მას ხალხური ლექსები ასე გამორჩეულად. იმიტომ რომ ჩვენს ხალხურ პოეზიაშიც არის ეს რაღაცა უცნაური ნაზავი ხალისიანობისა და ამავე დროს სევდა ნაღველისაც. ის ახერხებდა გაეკეთებინა რაღაც ძალიან მარტივიდან პოეტური. ახლა ბატონი დიმიტრი ერისთავი გრაფიკოსია უმრავლესად. მან შემოიტანა ქართულ ხელოვნებაში სრულებით განსხვავებული ტიპი ადამიანის. მანამდე რაღაცა ბრგე ადამიანებს ხატავდნენ და მან გააჩინა ტიპი ესეთი გოგონა სადღაც 15 წლის გოგონა, მთლად ბავშვი რომ აღარ არის, მაგრამ ჯერ დასრულიც რომ არ არის. აი ეს რაღაცა ესეთი ტანწრილი გზელფეხება კლასობანა მაგალითად მისიანიების გამყიდველი და მე საკმაოდ დიდხანს ხატავდა. მე გამოჩნდა უკვე სხვა ტიპის ნამუშევრები, ესეთი ინტენსიურად შავ-თეთრის დაპირისპირებით ძალიან ნაძერწი გამოსახულებები, იქ ილუსტრაციებიც არის, კინოს გრაფიკაც არის, პორტრეტებიც არის, ცოტა სხვანაირი. მაგრამ მე მაინც მგონია რომ იმიტომ არა რომ ამ ნამუშევრებს ადგილი არ აქვს ქართულ ხელოვნების ისტორიაში, რაც სისულელია, რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ილაპარაკებენ მასზე, მაინც უფრო მეტ მნიშვნელობას იმ ნამუშევრებს მიანიჭებენ, იმიტომ რომ ისინი წარმოადგენენ პრინციპულ სიახლეს. ასეთივე სიახლე იყო ცოტა ადრე 50-იან წლების ბოლოს კიდევ ერთი გრაფიკოსის რევას თარხანმოურავის ნამუშევრები, რომელმაც მოახერხა ეკეთებინა სრულებით სიფტყითი გამოსახულებები ისე რომ ვერავინ შეედარა, იმდენად მეტყველი იყო ისინი სილუეტურად, რომ უბრალოდ გეტყოდათ მაშინ მე როგორ თუ შენ მოცულობას ვერ ხედავ, კარგად ყოფილა შენი საქმე და მართლაც არ იყო იქ საჭირო მეტი მოცულობა, რაც საჭირო იყო ყველაფერი ჩანდა. პირველი ციკლი მისი იყო დასურათება კუბელი პოეტის გილიენისა, ძალიან მნიშვნელოვანი სამწუხაროდ დღეს რამდენიმე ცალად იბეჭდებოდა, ესა დაფები გაქრა, საიდანაც ეს დაიბეჭდა, როგორც ამბობენ შენახული იყო, მაგრამ ის რომ გარდაიცვალა ისინი არ ვიცი სად არის, მაგრამ არ ჩანს. და საქართველოში ახლა არის ერთადერთი ცალი ამ ფურცლებისა და როგორ თქვა, მაგრამ მე მაქვს სახლში და არც ერთ მუზეუმში არ არის, ახლა სულ ვფიქრობ. რომელიმე მუზეუმი მოწესრიგდება, იმას გადავწყვეტ, უბრალოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის ისტორიული ეტაპი. მერე იყო ასეთივე საეტაპო მისი ქართული ცეკვები და სიმღერები, აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ სამწუხაროდ მან მოუკლო ინტენსივობას და ფენდა უფრო ფერწერულ რაღაც ასეთ დიდ სურათებს, რომელიც სულ მეგონა რომ რაღაცა ვერ არის ფლად, მაგრამ უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ გაკეთდა გამოფენა, სამწუხაროდ
ის გაიხსნა და იმ საღამოს მოხდა თბილისის მიწისძვრა 2001 წლის და მე იყო სულ ერთი კვირა და იმ ერთი კვირას ვისეცალა ხელოვნებისთვის დარეტიანებული თბილისელები დარბოდნენ და ათვალიერებდნენ ვისი სახლი გამსკვდარია და ვინ დგას და რომელი აღარ დგას და ასეთი ძალიან შფოთვარე კვირა გამოვიდა და რა ვიცი ერთმა 50-მა კაცმა ნახა მე მგონი იქ აღმოჩნდა ფერწერული ნამუშევრებიც არაჩვეულებრივად საინტერესო 70-იან 80-იან წლებისას და მაშინ ის პანოები სხვანაირად დავინახე. მე მგონია რომ ისინი მაინც ყველაზე ნაკლებ საინტერესოა იმაში რაც მან გააკეთა, მაგრამ ისინიც რაღაცას აღნიშნავდა თურმე. არაჩვეულებრივად საინტერესო, მაგრამ ეს ნამუშევრები ვერ ამუშავდა ქართულ ხელოვნებაში. თავის დროზე მან ისინი არ გამოფინა და აქ გეუბნებით მერეც აი ასე ნახეთ ერთმა მუჭა ხალხმა და ეხლა დარჩა მის კატალოგში თან ახლა იმ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზომას რომელიც ბუნებრივია კატალოგის ფურცლებზე ვერ ჩანს ფაქტურას და უამრავ რამეს რაც დაიკარგა იქ ასე რომ მე ვფიქრობ რომ ეს მხარე მისი შემოქმედებისა აღმოსაჩენია მაგრამ აი ის მისი გრაფიკული ნამუშევრები ეს ნამდვილად იყო ეტაპი და აი ისიც ეს იყო მოანდომა ადამიანს მაშინვე დაეწერათ მასზე ნაშრომი და მართლაც გამოქვეყნდა ძალიან იმავე წელს მე მგონი. იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს. ერთი რომ წინაზეც გითხარით, იყო დასაცავი, იმიტომ რომ ნამდვილად უკვე დარაზმული ხალხი თოფებით, კეტებით და წათებით იყო. რა თქმა უნდა, სადღაც შემართული, მოსაკლავად და დასარბევად, საჭირო იყო ვიღაცა გამოქომაგებოდა და მეორე რომ უბრალოდ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალზე საგულისხმო ნამუშევრები იყო. სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათს 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ. ამ მხატვრებთან დაკავშირებით არ შეიძლება არ ითქვას ერთი რამ. გარდა ფიროსმანისა, თურმე მე ჩემით არ მახსოვს, მე ეს მამაჩემის მონაყოლით ვიცი, რომელსაც ძალიან აფასებდა რეზო თარხანმოურავი ეს დასი ქართულ მხატვრებისა მაინცსა და მაინც ვერ ხედავდა ღირსებებს თავისი წინამორბედი ქართველი მხატვრებისას. არა მარტო კრიტიკულად იყვნენ განწყობილი, ნუ კრიტიკულობაში ცუდი ნამდვილად არაფერია. მე ვიტყოდი რაღაცა ისეთი ხელაღებითი დამოკიდებულებაც კი ჰქონდათ. არ ვიცი იმიტომ რომ მაინც ყველაფერი რაც 50 წლამდე იყო მათთვის გაიგივდა იმ ვითარებასთან, როცა არაფრის საშუალებას არ აძლევდნენ და ამისამ დააღრჩეს თითაოდ. შეიძლება სამხატვრო აკადემიიდან არ ახსოვდათ ისინი კარგად, არ ვიცი რა შეიყო საქმე. ყოველ შემთხვევაში ფაქტია რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენებურ მხატვრებს შორის აღმოჩნდნენ არაქართველი მხატვრები. ეს იყვნენ ალექსანდრე ბაჟბუქ-მელიკოვი და ვალენტინ შერპილოვი. ხოლო უნდა ითქვას, რომ ეს ორი მხატვარი ძალაუნებურად წამოჭრის კიდევ ერთ თემას და ამით მე მგონი დავასრულოთ დღეს, მოკლედ მოგახსენებთ, რას ნიშნავს ეკუთვნოდე მხატვრულ კულტურას. არის ეს მხოლოდ გენეტიკა თუ არა? მე მაინც ვფიქრობ, რომ არა. იმიტომ რომ ნამდვილად არსებობენ ხელოვანები, რომელნიც გენეტიკურად ან არიან, თქვათ, ნახევარი მეოთხედი და ეკუთვნიან აი მეოთხედ კულტურას და არა სხვას. არიან მხატვრები, რომელიც მთლიანად რაღაცა სხვანი არიან და თავის კულტურას არ ეკუთვნიან, ასეთები არიან. სხვა ქვეყანაში ჩასულნი. ხდებიან იმ ქვეყნის ნაწილი. ვერ გეტყვით ეს რაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ასეა. ახლა ბაჟბუქ-მელიკოვი, ის თბილისელი კაცია, თბილისში დაიბადა, თბილისში გარდაიცვალა. ისწავლა ალბათ რუსეთში, არ ვიცი. აკივამობთ ორი თაობა ქართველი მხატვრებისა, აი ეს რომელსაც მოგახსენებდა უკვე შემდეგი პლეადაც 60-იანი წლების, სულ იყურება მისკენ. ეს იყო ტონალისტი მხატვარი, უაღრესად ხელგაწაფული, უაღრესად გემოვნებიანი, კარგი ოსტატი თავისი საქმის ასრულებით უდაოდ. თუმცა მე მაინც აი ესეთი გამორჩევა მისი ისეთ ზომამდე როგორც ეს მაშინ იყო არ მესმის. მაგრამ საქმე ეს არ არის. რომელ კულტურას ეკუთვნოდა ის? მას ყავდა ორი ქალიშვილი მხატვარი, ერთი თბილისში ცხოვრობდა, ზულეიკა ბაჟბუქ-მელიკოვა
და მეორე ლავინია ბაშბეუქ მელიგანი ერევანში ცხოვრობდა. ორივე მე თუ მკითხავთ არის ნამდვილი წარმომადგენელი სომხური მხატვრული ტრადიციისა. მაგრამ მათი მამა არ არის. მე ვერ ვხედავ ვერავითარ მას მის ხელოვნებაში ვერაფერზე რაც არის სომხურ ხელოვნებაში. მასში არ არის სრულებით ის რაღაცა დრამატიული სიმძაფრე, რომელიც მაგალითად არის თბილისელ მხატვარ ჯოტო გრიგორიანთან, რომელმაც დატოვა კიდევა თბილისი და წავიდა. მასში არ არის ის დამოკიდებულება ფერთან, რომელიც არის სომხურ ხელოვნებაში. მაგრამ არის თუ არა ის ნაწილი ქართული კულტურის. ვერც ქართულ კულტურასთან ვაერთებ. შეიძლება ეს არის მართლაც რაღაცა თბილისური მხატვრობა, მართლაც რომ ვერ იტყვი. იმიტომ რომ თუ მან რამეზე მოახდინა ზემოქმედება თბილისურ მხატვრობაზე, სომხეთის მხატვრობაზე მას არანაირი გავლენა არ მოხდენია დანამდვილებით. მაგრამ აკიმავ ვერ ვარქმევ მას ქართულ მხატვარს. აი მაგალითად ვანო ხოჯაბეგოვს, რომელიც მართალია დედით ქართველი იყო. თორსები თეთრადის ქალი ყავდა დედა. იმას აბსოლუტურად ქართულ ტრადიციაში ვხედავ. სრულებით ვერ წარმომდგენია, ესაც შეიძლება კიდევ მოიაზრო, გარდა ქართული ხელოვნებისა, გრაფიკოსი იყო. მე-20 საუკუნის პირველი ათწლეულებისა. მთლიანად ჩემთვის ის არის ქართულ ტრადიციაში. შეიძლება ვიღაცა არ დამეთ ახმოს, მაგრამ მე ასე ვხედავ. აი ამ დახვეწილ მხატვარს არ ვიცი სად უნდა მოუძებნოს კაცმა ადგილი. აი თბილისში ალბათ. არიან კიდევ უკვე მომდევნო თაობების, უკვე 60-იან 70-იან წლების თაობის ეს დილბარანი იყო და ლეონ ბოეხჩევი და ხო დილბარანი რომლებიც აგრეთვე ეს თბილისური სკოლაც კი უწოდეს მათ. აი ესენი მაგალითად ჩემთვის აგრეთვე არიან ძალიან ძაფნი წარმომადგენლები სწორედ სომხური მხატვრული ტრადიციისა. ამასიანთაც ვნახე დილბარანის სტილოები, სადაც ის ცდილობს ფიროსმანის და ადრეული გუდიაშვილის მოტივებიდან ამოვიდეს. ღმერთო ჩემო, თითქოს ფერადოვნებასაც იმას აკეთებს, ჭარბად მწვანე და შავი. აბსოლუტურად სხვა, ყველაფერი. ეს არის სხვა სამყარო, სრულებით სხვა. ის ხედავს რაღაცა იმ სიმძაფრის დრამატიულობას, რომელიც ქართულ მხატვარს არ გამოსდის არადროს. როგორი ძაფრიც არ უნდა იყოს ქართველი მხატვრები და რა თქმა უნდა, ასეთი მხატვრები ჩვენ გვყავს. ყოველთვის ქართველი მაინც რაღაცა ჰარმონიულობას იპოვის. აი თუნდაც იმავე ტონალობაში მომუშავე თემო ჯაფარიძე ან თემო მაჭავარიანი. სულ სხვა არის მათ სამყარო, შეიძლება ზოგჯერ პირქუშიც კი არის, აი თემო ჯაფარიძეს აქვს ესეთი ძალიან რაღაცა მოგუშული სურათები, მაგრამ აი ის რაც იმათთან არის, ეს რაღაცა კივილი სულისა არ არის, სხვა სამყაროა, სხვა ესთეტიკა, სხვა დამოკიდებულება ადამიანისადმი, ბუნებისადმი, ყველაფრისადმი. ეხლა შერპილოვი არ ვიცი. ეს იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა სწორედ გაეგზელებინა იმპრესიონისტული ტექნიკა და სხვა შორის წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით მან აღორძინა ენკაუსტიკა, ცვილოვანი მხატვრობა ჩვენში. ძალიან ფერადი მხატვრობა ქონდა, სხვა შორის უშველებელი სურათი, რაღაცა ხომალდის ხომალდის სახელია. და ხომალდზე არის ამხანაგი სტალინი. ვაიმე ყველაფერი არის ცისფრად და ვარდისფრად აფერადებული და მეფერადოვნებაში ამ ერთა ბელადი, რა ვიცი, ახლა ცოტა უხერხულად გამოიყურება მე თუ მკითხავს. ესეც მე ვერ ხვდები, ახლა რომ გითხათ რომ რუსულ მხატვრობას ეკუთვნის მეთქი, რომელ რუსულ მხატვრობას? თავისი დროისას სულ ნამდვილად არა. უფრო ადრეულს შეიძლება რაღაცა მანახო ვთქვათ იგორ გრაბართან, ვთქვათ. მაგრამ რომ გითხრათ რომ ახლა მთლად იქიდან მოდის მეთქი, არა, რაღაც სხვა. მაგრამ მასაც მე ქართულ მხატვრობაში ადგილს ვერ ვნახავ. მას ქართული ოჯახი ჰქონდა, ქართველია მისი შვილი, ნამდვილად. მაგრამ აი თვითონ ის არ ვიცი, მე ვერ ვხედავ. ვერ ვათავსებ ამ თლიანობაში. ქართული კულტურის თელში მას ვერ ვხედავ. თუმცა მათ ძალიან დიდი ადგილი ჰქონდათ. ახლა მაგრამ არიან სხვა მხატვრები.
აი მაგალითად უკვე ვახსენე შარლემანი. მე მეჩვენება, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ასე მგონია რომ როცა ის თბილისში დასახლდა, ის სულ შეიცვალა. მისი პეტერბურგული ნამუშევრები და თბილისური ნამუშევრები სხვადასხვა ესთეტიკის ნამუშევრებია. არა მარტო იმიტომ, რომ ის ქართველ მწერლებს ასურათებს. რაღაცა მოხდა მასში. მან რაღაცა მიიღო ქართული, შეიძლება იმიტომ, რომ ქართულ ასოებს წერდა და რაღაცა შემოვიდა მასში, რაღაცა განცდისმიერი. გონია რომ ის სხვა გახდა. არიან სხვაებიც, აი მაგალითად იყო ესეთი მხატვარი, შედარებით უფროსი თაობის ვერა ბელეცკაია. ეს იყო კიდევ ერთი ჯგუფი მხატვრების, ამაზე უკვე შემდეგ ჯერზე ვიტყვი, ელენე ახვლედიანის ჯგუფი ასეთი. მაგრამ ის ქართველი მხატვარია, ვერავით არ სხვა კულტურაში, გარდა ქართულისა, მის ნამუშევარს ვერც წარმოვიდგენ. მოხალ თვითონ რო თვლიდა ქართველად და ყველა მისი ძმისშვილები რომ ქართველები არიან, ეს სხვა, მაგრამ მისი ხელოვნებაა ქართული. ძალიან საინტერესოა ასეთი გერმანელ-ესტონელი ქალი კლარა კვეესი. აი მასში არის რაღაცა ჩრდილოური, მაგრამ რომ გითხრათ რომ ის შეიძლება მოათავსო ესტონურ ხელოვნებაში, მე მგონი ვერა. ჩვენ ხელოვნებაში კი რაღაცანაირად ეწერება. რატომ ვამბობ ამას საგანგებოდ? ეს არის საკითხი, რომელსაც ცოტა უფრო ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. უბრალოდ საფასპორტო მონაცემებით ამას ვერ განსაზღვრავ. აი მაგალითად ძმების დანევიჩები, ხო? მათთვის ვინმეს რომ ეთქვა თქვენ პოლონელები ხართ, მე მგონი ორივე იქვე მოკლავდა მთქმელს და იქვე ჩამოიხრჩობდნენ თავს. ილიას დანევიჩი, რომელიც თავის ხელოვნებაში სულ არ არის ქართველი. ის იყო დაკავშირებული რუსულ ავანგარდთან, მერე ფრანგულ ავანგარდთან, მაგრამ კაცმა არ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და ქართული პასპორტით გარდაიცვალა. მარხია ლევილის სასაფლაოზე. ეს ხო რაღაცას ნიშნავს. მარტო თვითონ კი არა. თავისი ზანგი, ცოლი, მას დიდი ბოდიში, არ ვიცი როგორ თქვა, ნიგერიიდან იყო და აფრო-აფრიკელი, არ ვიცი რა უნდა დავარქვა. პოლიტკორექტულობა ჩამისწოროს ქალბატონმა ჩორგოლეიშვილმა. აი ეს ნიგერიელი ქალი იქ დამარხა ლევილში. საოცრება არ არის? იმდენად მისთვის იყო სისხორცეული, საქართველოს მე უკვე აღარ ვამბობ რომ გარეგნობა ქონდა ისეთი რომ შეიძლება იყოს კავკასიური ტიპის გამოფენა რომ არსებობდეს, იქ უნდა მოათავსო. რთულია, ძალიან რთულია ესა. და თან შეიძლება სრულებით პარადოქსული ვიღაცა ქართველი იყოს ნაკლებად ქართველი ვიღაცა ვისაც აქვს აი რაღაცა ესეთი გვარი. იყო ასეთი მხატვარი ნინო ბრაილაშვილი. ახლა ის იყო თავისი საფასპორტო მონაცემით ბრაილოვსკაია, მაგრამ სრულებით ლოგიკურად მან გაიკეთა ქართული დაბლობა, თუმცა ქართული მეტყველება არ იცოდა როგორც ბერმა ქართველმა მისი თაობისა, მაგრამ ის რაც მას უყვარდა ეს იყო საქართველო, ის რაც მას უყვარდა ეს იყო ქართული, რასაც მას ის გზნობდა, მე უკვე აღარ ვამბობ რომ მისი უკრაინელი მამა თვითონ იყო ნახევრად ქართველი, იმიტომ რომ დედა მახათაძის ქალი ყავდა და ძალიან სასაცილოა ისტორია. იაკობ გოგოიაშვილმა ჩაიწერა კიდევ კარგი. ჩამოვიდა აქ, მე მგონი პეტრერკო. ბრაილოვსკი უკრაინელია. და ეთყობა მიხვდა რომ ის საქართველოსთან წამსვლელი არ არის. და გამოუცხადებია რომ მეო აზნაური იყო თვითონ. მეო თავადაზნაურობის წრიდან ქალს არ მოვიყვანო. ის ჩემშვილებს ქართულს ვერ ასწავლისო და მეო დულის ქალს მოვიყვანო და მართლაც იპოვა მახათაძე მღვდელი იმის ქალიშვილი და შეირთო. დედა ქალბატონინოს ყავდა ერისთავის ქალი სულთადაც და ესე იგი ბებია იქით ერისთავის დედა იყო დავით სარაჯიშვილის და არც მეტი არც ნაკლები. რა თქმა უნდა ის ქართულ კულტურას ეკუთვნოდა, აბა რომელი კულტურის ნაწილი შეიძლება ყოფილიყო. და კიდევაც მისი ნამუშევრები მის სიცოცხლეში გაკეთდა ეს წიგნი უბრალოდ ვერ მოესწრო მისმა აგრეთვე არაქართული გვარის პატრონმა აბსოლუტურად ქართველმა ქალიშვილმა ქალბატონმა ეკაპრივალოვა გააკეთა და ასე დაარქვა. ასეთი მახსოვს საქართველო. და ძალიან საინტერესოა იქ ქალბატონი ნინო წერს რომ ჩემმა წინაპრებმა შრომის მოყვარეობა მასწავლესო, მე და რომლებმა ამ აზნაურებმა თავადებმა არა, ხო, ნამდვილად ასწავლეს, მაგრამ ის ლეგენდა რომ ქართველი თავადაზნაურობა და სამღვდელოება ტახტზე დაგორავდა და ვიღაცა არ ვიცი ვინ იყო ეს შრომობდა. ნუ ახლა ამ ქალს ხო დაეჯერება, არა, მათ ხელში არ არის გაზრდილი. მე რას წერს რომ მეო არც ბოსტანში მუშაობა გამჭირვებია, არც ყანაში გასვლა და არც რაიმე შრომაო. ასე ამთავრებს. გმადლობ თქვენ წინაპრებო.
საშინელი დრო გამოიარა დაპატიმრებული ქმრის, დარბეული ოჯახის, ჩამორთმეული ბინის და ასე შემდეგ პატრონი. მთელი სახლი ეკუთვნოდა, მერე დაუტოვეს საკუთარ სახლში 2 ოთახი. სარდაფის გამოყენება მოუხდათ საცხოვრებლად, ვერ ეტევოდნენ იქ. თავის საკუთარ სახლში. რას იზამახლა? არაჩვეულებრივი წიგნი დატოვა, სადაც მართლა არის აღბეჭდილი საქართველოს, რომელიც დღეს აღარ არის, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ არა ფორმით, მაგრამ თავისი არსით ის აუცილებლად თუ ის არ აღდგება თავისი სულის კვეთებით და იქნება რაღაც სხვა, ეს არ იქნება საქართველოს. აი ის უნდა აღდგეს, რაც იქ არის. ის სადა სისადავეში ლამაზი, უბრალოებაში კეთილშობილი ყოველთვის კეთილშობილი განურჩევლად იმისა, ეს არის მემაწუნე ქალი თუ ეს არის მეფის ასული. აი საქართველოს უნდა აღდგეს, მე მახსოვს ის. და ეს არ არის ძალიან შორს. ეს ძირი ჯერ კიდევ ისე არ მომხმარა, რომ მისი გასოცხლება არ შეიძლებაოდეს, წყალი უნდა დავასხათ უბრალოდ. სანამდროა, იმიტომ რომ მე ისეთი თუ ჩვენ როგორც ამ ხანაგმა შევარდნაძემ აკეთა ზემოდან ნავთი და მაზუთი ვასხით, ის მერე უკვე ვეღარ გასოცხლდება. დროზეა საჭირო ამის მიხედვა. სამწუხაროდ მე მარტო სიტყვის თქმა შემიძლია, ამის მეტი არაფერი, მაგრამ ვისაც ძალა ერჩის, ვინც უფრო ჩემზე ახალგაზრდა, იფიქრეთ, რომ რაღაც არის საღონებელი. არაფერი ბევრი, უბრალოდ უნდა მივხვდეთ, რა არის საქართველოს, რა არის მისი ნაკლი, რომელიც შეგვიძლია გამოვასწოროთ და რა არის მისი ღირსება, რომელიც აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. და რა არის, რაც ქმნის იმას, რომ ქართული კულტურა ამ პატარა ხალხის კულტურა მაშინაც კი როცა ჩვენ ვცდილობთ მივბადოთ ვიღაცას არასოდეს არ ხდება ისეთი როგორც ის მიბადულია და რაღაცა სულ სხვა თავს ვიკლავთ ვიღოთ სპარსელები არ გამოვდის მავანი იკლავს თავს უნდა იყოს არ ვიცი ამერიკელი და იმისაც ასოციურ რამე არის რომ უკეთესი აღარ ეცადოს ასე დამთავრდა 50-იანი წლები და დაიწყო მართლა სხვახანა ძალიან რთული ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში რთული ჩვენს ხელოვნებაში ძალიან ბევრი სუდის მომტანი მაგრამ შემოქმედებაში კარგისაც და ახლა რაც არ გამოვიდა რაც სუსტი იყო ამაზე რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმ მოვლენებზე რომელიც 60-იანმა 70-იან 80-იანმა წლებმა მოგვიტანა და ნახოთ რა გამოგვიღო ამით დავამთავროთ სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათს 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ.